სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას როგორც გითხარით, ბენი სვას ავღანეთიდან, საოცარია სახელი ბენი და თანაც ავღანეთიდან. პირველად მესმის ავღანელი, რომ იცოდეთ, მე შემხვედრია არაბები, ავღანელი ქრისტიანი მე არ შემხვედრია და იმედია რომ არიან, რა თქმა უნდა, პაკისტანელი შემხვედრია, მაგრამ ავღანელი არა. ჩინელები ძალიან ბევრი, შრი-ლანკელებიც, ბანგლადეშელიც არ მახსოვს, ალბათ იშვიათია და ინდონეზიელი შემხვედრია და არიან მალაიზიელებიც, მაგრამ ეს ავღანელი პირველად გავიგე. და ძალიან სასიხარულოა. კითხვა სვავს ეს სულიწმინდას მორწმუნისათვის ძველ ათონში იგივე როლი ჰქონდა, როგორიც მას ახალში აქვს. რა როლი ჰქონდა სულიწმინდას ძველი აღთქმის მორწმუნეებისათვის ახალი აღთქმის მორწმუნეებთან შედარებით. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიდი მადლობა ბენ კითხვისათვის. ფიქრობ ეს შეიძლება რთული კითხვა იყოს, მაგრამ ვეცდები რაც შეიძლება მარტივად ავხსნა. გამოსყიდვის ისტორიაში დაბადებიდან დაცემიდან, ესე იგი დაბადების წიგნიდან, კაცობრიობის დაცემიდან ბოლომდე ვერავინ ვერ აღდგება სულით და ვერავის ვერ მიეტევება ცოდვები. ვერავინ ირწმუნებს ჭეშმარიტ ღმერთს, ვერავინ მოიყრეს მუხლს, როგორც ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელი, ვერავინ ვერ გადარჩება, ვიმეორებ, ვერავინ ვერ გადარჩება სულიწმინდის დახმარების გარეშე. ვერავინ ვერ განიცდის სულის ხსნას, ვერცე დროში, ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმაში და დღეს და ან მომავალშიც, გარდა სულიწმინდის მოქმედებით. და ამას ჩვენ ნათლად ვხედავთ დაბადების წიგნში, როგორც გითხარით, დაბადების წიგნში გახსოვთ, რას ამბობს ღმერთი, როდესაც სანამ წარღუნას მოულენს ნოეს პერიოდში, რას ამბობს ღმერთი, ჩემი სული ყოველთვის ვერ იქნება ჭიდილში ადამიანებთან. ეხლა რაც გვეუბნება ეს? ხედავთ, ესე იგი წარღუნამდე დაბადების წიგნში ღვთის სული მოქმედებდა ადამიანთა გულებზე და ისინი მუდმივად უარყოფდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ მას. მათი საქმეები მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება იყო და ამიტომ მოვიდა განკითხვა. ძველ აღთქმაში სული წმინდა იყო, სიცოცხლის მომცემი სული. დაუბრუნდეთ შესაქმნის ისტორიას, გახსოვთ რომ სული იძვროდა წყლებზე, როცა ღმერთი ქმნის, სამება ქმნის სამყაროს. და ყველაფერი წარმოიშვა სულიწმინდის ძალით. სული არის სიცოცხლის სული. მას სიცოცხლის სული ეწოდება. ყველაფერი რაც ცოცხლობს, სული წმინდის წყალობით ცოცხლობს. ამიტომ ძველ აღთქმაში ან ახალ აღთქმაში არ არსებობს სულიერი სიცოცხლე სულიწმინდის მოქმედების გარეშე. ძველ აღთქმაში სულიწმინდის დამატებითი მოქმედება ხდებოდა გარკვეულ ადამიანებზე, გარკვეული მსახურების მიზნით, როცა სული გადმოდიოდა მაგალითად წინასწარმეტყველზე, მსაჯულებზე, გახსოვთ სამსონი და ხშირად საულზე, მეფეზე და აცხადებდა გარკვეულ ღმერთის მიერ დავალებულ საქმეს ან სიტყვას. ასე რომ წმინდა წერილი მაგალითად სალმუნერო ღალდი გულიდან ამბობს, ნუ წამართმევ შენ სულს. სულიწმინდის ცხებულება განსაკუთრებით გზით მოდიოდა მქადაგებელზე, როგორც თქვი, მსახურზე, მეფეზე, ღვთის სახელით მოლაპარაკე ნებისმიერზე და გარკვეული დგაკებით ეს დღესაც ასეა. ჩვენგან ისინი, ვინც ღვთის სიტყვას ვქადაგებთ, ვასწავლით, ამას სულიწმინდის გავლენით და მოქმედებით ვაკეთებთ. ასე რომ ძველ აღთქმაში სულიწმინდის ნორმალური მოქმედება ხსნის დარწმუნების შესახებ არსებობდა, როგორც ახალ აღთქმაშია, ასევე იქნება ყოველთვის მომავალშიც. ასევე იყო სულიწმინდის განსაკუთრებული მსახურება, სადაც სულიწმინდა ძველ აღთქმაში გარკვეულ ნიჭისა და მსახურების სახით გადმოდიოდა ადამიანზე და რჩებოდა, რათა ემსახურა მას და აღესრულებინა ის საქმე. და ახალ აღთქმაშიც ზუსტად ასე იქნებოდა. ასე რომ თქვენ ამბობთ და შეიძლება ბუნებრივია ამის შემდეგ კითხვა დასვათ. მაშინ რა განსხვავებაა? განსხვავება მხოლოდ ერთია, ხარისხში. ხარისხი ძველ აღთქმაშიც არის მისი მოქმედება, მაგრამ ახალში ის მთლიანად ვლინდება ყველგან. და მთელი სისავსით და მთელი ძალით. განსხვავება უბრალოდ სიწმინდის სისავსისა და ყოფნის ხარისხში ახალ აღთქმაში. რატომ? იმიტომ რომ ეს ქრისტესთან არის დაკავშირებული. ქრისტე განსხეულა, განკაცდა და ქრისტეს მოსვლის შემდეგ, ჯვარცმის შემდეგ, აღდგომის შემდეგ ის კიდე უფრო გააქტიურდა სულიწმინდა და ახალ საქმეებში, გახსოვთ მოციქულთა საქმეებში, ახალ აღთქმაში მეორე თავში სულიწმინდა უკვე სულთმოფენობის დროს
უკვე მკვიდრდება მორწმუნეებში, მთლიანად გადმოდის და ეს არის სულიწმინდის სისავსე და ჩვენ ახსილი ვართ სულიწმინდით. ასე რომ არ ვიცი, როგორ განვასხვაო იმის გარდა, რომ თქვა, რომ სულიწმინდამ იგივე საქმე შეასრულა ძველ თქმაში, მაგრამ რაღაცა გაგებით უფრო მეტად აკეთებს ამას ქრისტეს შემდგომ და ჩვენ ვართ ქრისტეს შემდგომი თაობა. და გახსოვთ ებრაელთა წერილში მე-11 თავში რაზეა საუბარი. რწმენის ყველა ამ გმირმა ვერ დაინახა მაშინ ის, რასაც ჩვენ ხედავთო, ვინც იხილა ქრისტე. აი ეს არის განსხვავება. ჩვენ გვაქვს ღვთის გამოცხადების სისავსე ქრისტეში და ამ სრულ გამოცხადებასთან ერთად ბუნებრივია გვაქვს სულიწმინდის მოქმედების სისავსე და უფრო დიდი ხარისხი. და კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ითქვას ამის შესახებ არის, რომ როდესაც იესო დედამიწაზე იყო, ის თავის სახურებას სრულიად სულიწმინდის ძალით ასრულებდა. ამიტომაც მან უთხრა მოწაფეებს, რომ სული თქვენთან იქნება. ის გასწავლით მოვა და ის დაგიმოწმოთ, ის გეტყვით სად რა უნდა ილაპარაკოთ და ის დაგეხმარებათ ყველაფერში და თქვენში დამკვიდრდება. ამ ეტაპზე სულიწმინდის ახალი აღთქმის მოსვლა ნიშნავს, რომ ის სრულად დამკვიდრება ყველა მორწმუნის გულში თავისი სისავსით და იმედი მაქვს, რომ ეს თქვენ დაგეხმარებათ ბენ. ამის გარჩევაც კი არ შემიძლია განვასხვაო გარდა იმისა, რომ თქვა, რომ ეს ხარისხის საკითხია და ჩვენ გამოსყიდვის ისტორიის მხარეს ვართ, სადაც სულიწმინდე სისავსე გვაქვს იესო ქრისტეს განკაცებით. მადლობა მოსვენისათვის.